კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს YouTube არხზე. მე ნიკა ღლონტი ვარ, სპორტსმენი, მოჭიდავე. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს. ახლა კი YouTube-ზეც ვცდილობ გააქტიურებას. სწორედ ამიტომ შეხვდა შენ ეს ვიდეო. დღევანდელი ვიდეო კი იქნება ჩელენჯი, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ვარც ვამბობ ყველანაირ წყვილეულსა და გაზიან სასმელზე. და თუ მე ამ ჩელენჯს ბოლომდე ვერ შევასრულებ, ჩემს ნებისმიერ მეგობარს მივცემ უფლებას შემჭრას ხმები და წვერი ისე, როგორც მას მოესურვება. მე კი ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. დავბრუნდი როგორც იქნა YouTube-ზე და მოვაბი თავი, გადავწყვიტე ვიდეოს დადება. დღევანდელი ვიდეო კი არ იქნება უშუალოდ ჭიდაობასთან დაკავშირებული, თუმცა იქნება სპორტული ატვირთვა, გამომდინარე იქედან, რომ დღევანდელი ვიდეო იქნება ჩელენჯი, ჩემი მრავალხნიანი არხის ისტორიაში პირველი ჩელენჯი, სადაც ვაპირებ, რომ გავატარო ერთი კვირა სრულიად უშაქროდ, დაწყებული მილეულით, დამთავრებული გაზიანი სასმელით. ასე რომ შემომიერთით, ვნახოთ გამომივა თუ არა, იმიტომ რომ ძალიან დამოკიდებული ადამიანი ვარ ორივე მათგანზე, ასე რომ ვფიქრობ ძალიან რთული იქნება. ასე დროს კი თქვენი მხარდაჭერა დამჭირდება, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გამოვყევით, ვნახოთ შევძლებთ თუ არა. დილამშვიდობისა მეგობრებო. ეს არის პირველი დღე, ეხლა გავაღვიძე და სასწაულად მინდა ყავა. თუმცა ყავას დავლევ, ოღონდ რა თქმა უნდა შაქრის გარეშე. სხვადასხვა პირველად ვინჯავ საერთოდ უშაქრო ყავას რა. და ეხლა ვნახოთ აბა როგორი რეაქცია მექნება. ყავის ვინოა? კი არა და ჩვეული რო ვარ ალბათ შაქარს. ესე დამასა აქ ხა ყავის გებ ხო? ნოა. ანცუდი. ისაკ რაღაცა სისულელეებს გელაპარაკებათ. მე კი გეტყვით, რომ შაქრის შემცირება ან ამოღება გაძლევს უფრო სტაბილურ ენერგიას, ამცირებს ტკბილის მოთხოვნას, აუმჯობესებს კანს და გეხმარება წონის კონტროლში. ყველაზე მთავარი კი შენ იწყებს საკუთარი სურვილების კონტროლს. ამიტომ თუ ვინმეს გონიათ, რომ მარტივი იქნება, რახან ერთ კვირას ვამბობ, ჩემი აზრით პირიქით საკმაოდ გამიჭირდება. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ეხლა კარადა გამოვაღე და იქ ნახე, რომ ეს სახლში გქონია ტკბილი, რომელიც ძალიან მეყვარს. ერთი კვირის შემდეგ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი დღის გეგმას. მოკლედ გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატი რახან წავაგე და რახან ასპარეზიდან ასე ვთქვათ, გათიშული ვარ წელს. ჩემი დღის გეგმები შეიცვალა რადიკალურად, იმიტომ რომ თუ ვარჯიშზე დილის საათებში დავდიოდი, ეხლა უფრო გადავწყვიტე, რომ დღე განსაკუთრებით დავუთმო მუშაობას, რადგან როგორც იცით, მიტანის სერვისზე მიწევს რომ ვიმუშაო და საღამოს საათებში უკვე დავდივარ ერთ-ერთ ჯიმში, ჩემთან ახლოს და ნუ ეს პერიოდი ჭიდაობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. დავფიქრდი რაღაცები გავაანალიზე და ესე იყო უკეთესი ჩემთვის. ამიტომ ჭიდაობის კუთხით ცოტა ხნიანი პაუზა მაქვს და მალე დავბრუნდები რა თქმა უნდა ხალიჩაზე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საქმე და ვიცი რომ მომავალში უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე. თუმცა ეს პერიოდიც ვიცი რომ რაღაც კუთხით საჭირო იყო რა. ასე რომ დღევანდელ დღესაც გაჩვენებთ როგორ იქნება, რა იქნება, იმ მუშაობასაც გაჩვენებთ ცოტას და საღამოს რა თქმა უნდა დარბაზის კადრებსაც შემოგთავაზებთ. გავედით სამუშაოდ. მოკლედ ეხლა ჩვენ მივირთმევთ მეგობრებო. რა ქვია ეს სახელი? Spring rolls. ნაკლებს არ ვჭამ რა, ხო ვაზე. ხო და ამაში ახლა არის ბრინჯი, ბულგარული, სტაფილო, კომბოსტო წითელი
ბრინჯის ფიფიტაშია გახვეული? ნორი. ხო და ამას უხდება ძალიან სოიოს соуსი. სოიოს соуსი ხო იცით რო არის? ძალიან მარილიანია რა. ჰა? ამას მაგრამ მოუხდება ეს, მაგრამ სიტყვა აზმაო. და გუბაში. ალე. აიყო ნო. ჰა? მოკლედ მოგწონდეს დასრულდა. ნაგები სამსული იყო, ინდივიდუალი ოფული, ალბათ პირველი ძრომა მიგდო. ამჟამად საერთოდ თუ ვინდოები გადაწყვეტილი გამიგო. ასე რომ საერთოდ არ ქონია რაღაც იმის განსა რომ რაღაც მაგალითად ზემოებში, ნუ მომიდა რომ ვიჭამათ პირველი ბაზარია, მაგრამ ისევ ხან სასწავლად არის. ასე რომ პირველი დღე ეს არის მეორე დღე უშაქრობის და ფილმშიდობისა. დღეს უფრო ცუდია მგონი. ახლა მყავასთან ერთად, აი ბლინი, ნუთელასთან ერთად იქნებოდა იდეალური წყობა, მაგრამ ჩვენ ხო სიტყვა ვთქვით, კაცო, არ გვაქვს უფლება ახლა გაჩერების. წავედით სამუშაოდ. ჩემი დღეც ასე იწყება. ახლა სამუშაოდ უნდა წავიდე. სადღაც საღამოს 5 საათამდე ალბათ ვიმუშავებ და შემდეგ უკვე მის შემდეგ ვიდივარ დარბაზში სავარჯიშოდ. სამწუხაროდ მუშაობის პერიოდში ვერ ვახერხებ სახლში ამოსვლას ჭამის გამო. და მიწევს ყოველთვის მზა პროდუქციის ჭამა, რაც იყიდება უშუალოდ მარკეტებში, ვიცი რომ ეს კარგი არ არის და ამასთან ერთად რა თქმა უნდა ყველაფერს ვაყოლებდი, ტკბილს ვაყოლებდი, კოკაკოლას და ეხლა უკვე შევამცირე ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ წყალი და მხოლოდ ისეთი მზა პროდუქცია, რაც არ შეიცავს შაქრებს. ჩემი გარეთკვების ძირითადი რაციონი გამოიყურება ასე. სამწუხაროდ, ლობიანი და წყალი. განსხვავება ის იყო, რომ კოკაკოლას ვაყოლებდი და კოკაკოლა უფრო მისწორდებოდა. ეხლა ამ კვირაში არა. მოურჩი მუშაობას, ეხლა დავბრუნდი სახლში. ეხლა უკვე კვების ჯერია და კვების შემდეგ, რა თქმა უნდა, დარბაზი და ვარჯიში. ასე რომ წამოვყევით. და მეგობრებო, ვარჯიშზე მივდივართ რითი, რა თქმა უნდა, მოტოციკლებით. ესე იგი, ვინაიდან და რადგანაც ამ დროის განმავლობაში დიდად კონცენტრაციას არ ვახდენ ჩემს წონაზე და დიდად არ ვაკონტროლებ ჩემს წონას, ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ ამ დროს მივიღო საკვები დანამატები, კერძოდ კი ახლა ვიღებ კრეატინს, რადგან კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი საკვები დანამატია. უშაქრობის მეორე დღე დასასრულს მივუახლოვ და ეხლა მოვრჩი ვარჯიშის სახლში მოვედი. მოკლედ დღევანდელი კვების დროს, როდესაც გარეთ ვიკვებებოდი მუშაობის დროს, ძალიან მომინდა რომ დამეყოლებინა ტკბილი. თუმცა ხო ვიცოდი რომ არ უნდა გამეკეთებინა და აი ის პატარა პერიოდი რო გადავაგორე, შემდეგ უკვე საერთოდ აღარ გამხსენებია. ასე რომ ვფიქრობ ნელ-ნელა უფრო უნდა შევეჩვიო და უფრო უნდა გამიმარტივდეს რა. რა მინდოდა ძმა? რომელი გიგი მე ვარ? დამედო რა ჩვეულებრივი ჭიდაობის ვიდეოები კი უყურებდა ხალხი, მაგრამ მე დავიწყე. ჩელენჯის მესამე და მეოთხე დღემ ძალიან მარტივად ჩაიარა. არ ვიღებდი არანაირ ტკბილეულს, არანაირ გაზიან სასმელსა და შაქრის შემცველ საკვებს. თითქოს და ჩვეულ რეჟიმში მუშაობდი. ვარჯიშობდი. და მეგობრებთანაც ვატარებდი დროს. ყოველდღე ვცვამდი ისევ და ისევ უშაქრო ყავას, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო მძუნდებოდა. და ვიღებდი ბევრად მეტ წყალს, ვიდრე აქამდე. მაგრამ ამჯერად ჩემი რეჟიმი ამიდმა გაართულა. წვიმის დროს რა თქმა უნდა ბევრად რთულია იმოძრავ ორბორდიანი ტრანსპორტით.
ყველაფერი მარტივად მიდიოდა, თუმცა რასაც ნელ-ნელა ვამჩნევდი, იყო უენერგიობა და მუდმივი შიმშილის გრძნობა. ეხა შევამჩნი რა, აი რამდენიც არ უნდა ვჭამო, სულ მგონია რომ კიდე მშია. და ალბათ იმიტომ რომ იმ დონეზე ვარ მიჩვეული, რომ აი ყოველი კვების შემდეგ აუცილებლად რაღაცა ტკბილი უნდა დამეყოლებინა, ან გაზიანი სასმელი, ან რამე ნამცხვარი. აი ხა მგონია რომ რაც არ უნდა ვჭამო, აი შანსი არა დამნახულები რა. მაგრამ ამის მიუხედავად მე ჩელენჯი არ დამირღვევია. ასე რომ ილამშვიდობის მეგობრებო. ჩელენჯის მე-5 დღე გათენდა და ცოტა არ იყოს მიკვირს ჩემი თავის, რომ 5 დღე გავძებ. და კიდე 2 დღე დამჭა რა. ხო და ისიც მიკვირს, რომ კიდე უშაქრო ყავასო. კიდე უარს ვამბობ ტკბილეულზე, საერთოდ, აი 0 გრამი შაქარი მაქვს მეგობრებო, მართლა. არც ენერგეტიკული სასმელი არ დამილებია და არც აი ნატურალურ წვენს რო ეძახიან, რომელიც გაჟღენთილია შაქრებით, ასე რომ სრულიად შემიძლია თქვა, რომ მე-5 დღეა უკვე, რაც 0 გრამი შაქარია ჩემს ორგანიზმში მოხვედრილი, ასე რომ გაგიმარჯვეთ. მაგრამ რამდენი დღეს არ უნდა გავიდეს ამას მაინც ვერ შემიჩვენა რა. და თუ ტკბილეული ასე ძალიან მიყვარს და არ შემიძლია გაზიანი სასმლის გარეშე გაძლება. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა. ეხლა გაკო სიტყვას მოვიშველი. რატომ ვაკეთებ ამას? ამ ჩელენჯის მთავარი არსი არ ყოფილა მხოლოდ შაქრებზე ვარისტყი. ჩელენჯის მთავარი მუღამი არის ის, რომ დავუმტკიცო ჩემს თავს რაღაც ისეთი, რაზეც ყოველთვის მეგონა, რომ ამას ვერ შევძლებ. ვინაიდან და რადგანაც მე ხომ ტკბილზე სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანი ვარ. და თუ მე ამ დარჩენილ 2 დღეს ისევ ისეთი წარმატებით ჩავასრულებ, როგორც ეს 5 დღე იყო, გამიჩნდება უკვე ამბიცია, რომ შევეჭიდო ნებისმიერ ჩელენჯს ჩემს ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება ვიდეოს სახითაც შემოგთავაზოთ. და მეგობრებო, უშაქრობის მე-5 დღეს ცოტა გასეირნება გადავწყვიტეთ და რავი, ესეთ ლამაზ ადგილას ამოვიდით, სადაც ხშირად დავდივარ ხოლმე და რავი, ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია ჩემთვის რა, იმიტომ რომ როგორც ისტორიულად, ისევე სილამაზით და ხედებით, ასე რომ თუ ვინმე ნამყოფიერ ხარ, გირჩევთ რომ აუცილებლად ამოხვიდეთ. ჩელენჯის მე-5 დღეც საკმაოდ მარტივად გადავაგონე, რადგან მთელი დღე მოტოციკლეთზე გადაობას დავუთმი. ხოლო როცა მოტოციკლეთს ეხება საქმე, იქ ტკბილეული ნამდვილად აღარ მახსენდება. ასე რომ ილამშვიდობისა. მე-6 დღეს გათენდა, გაგიმარჯვეთ. აღარა ცუდი. ხო, კიდე რა შევამჩნიე. სახლში, ესე იგი, თავარი მტერი ტკბილის ყოფილვარ მე. იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად დიდი ხანი გაძლო, რომელიღაცა ტკბილეულებმა არადაში. ესე იგი, ეკონომიაც გამომივიღოთ თუ ტკბილს საერთოდ დავანებებ თავს. მოკლედ არ მინდა რომ ეს გავლილი დღეები რაღაცა ძალიან მარტივი გეგონოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მართლა რთულია რა, როცა ძალიან რა გიყვარს რაღაცა. მესმის რომ შეუძლებელი ნამდვილად არ არის რა და ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ არ მინდა რომ გეგონოთ ძალიან უმარტივესი ჩელენჯი რა. ხო და რავი, თუ ვინმეს ეჭვი შეგეპარება თამაში, შეგიძლიათ თქვენ თვითონ ცადოთ და მერე დამიჯერეთ, მიხვდებით რომ არ არის ეგეთი მარტივიც რა. აიცი მაგარი როდის ვიქნებოდი? ეს ჩელენჯი რომ აღდგომის დღეებში გამეკეთებინე. მაგრამ პასკაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ბოდიში. მართალია მე-6 დღეც საკმაოდ პოზიტიურად დავიწყე. თუმცა მუშაობის პერიოდში საგრძნობლად იქცევდა ჩემს ყურადღებას ნებისმიერი ტკბილეული, რომელსაც ვხედავდი. და დღის ბოლოს მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინობდა. გადავწყვიტეთ, რომ ბურგერები გვეჭამა. მაგრამ ბურგერები კოკაკოლის გარეშე. თუმცა ნებისმიერი სირთულისა და ცდუნების მიუხედავად ვაპირებ, რომ ჩელენჯი ბოლომდე დავასრულო. და არ მივცე რომელიმე ჩემს მეგობარს უფლება, რომ ჩემს თმებს საშინელება გაუკეთოს. ასე რომ ილამშვიდობის მეგობრებო, ბოლო დღე დადგა როგორც იქ. რაღაცა ბოლო ჩემი დღეს იყო. ჩელენჯის მე-7 დღე დადგა, ანუ ბოლო და საკმაოდ ბედნიერი ვარ სიმართლე გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამჭირვებია ამ 7 დღის განმავლობაში, ეხა ერთი სული მაქვს, რომ რაღაცა ტკბილი ვჭამო რა, მაგრამ ჯერ დილა ქედან დავიწყოთ და საღამოს 12-მდე ისევ ჩელენჯში ვარ. ასე რომ 12 საათზე გავსინჯავ რაღაც ისეც, რაც ალბათ ჯერ ბევრს არ გაგისინჯავ და მაგასთან დაკავშირებითაც გაგიზიარებთ ინფორმაციას, როგორია, რომ ნახოთ აბა რა შექმნეს ასეთი. ხო და თუ გაინტერესებს რას გავსინჯავ, აშვაშია მაგრამ გამოიწერი არხი და ლაიქე ვიდეო. ნახე ბოლო ვიდეოს შესაწერად 7 საათზე გამოვიდი, კაცი გარეთ. კარი ვარ რა. თქვენ რა გეგონათ ახლა? ყავას აღარ დავლობდი? გაგიმარჯვეთ. თქვენს გაგიმარჯვეთ.
ჩელენჯის ბოლო დღეს ნახე როგორი კადრები შემოგთავაზეთ. პროფესიონალი ვარ. Approximately 10 hours later. და როგორც იქნა მეგობრებო 7 დღის შემდეგ დადგა ეს ნანატრი მომენტი, რასაც საკმაოდ დიდი მოტივაციებით ველოდებოდი. რაც იმას ნიშნავს, რომ მე ჩელენჯი შევასრულე. პირველის 1 წუთია. 7 დღე გავატარე ყველანაირი შაქრისა და ყველანაირი გაზიანი სასმის გარეშე, ხოლო ეხლა კი უკვე დროა. რა უნდა გამესინჯა თუ არა ეს ახალი სასმელი, რომელიც ჩემმა მომავალმა კოლეგამ. ცოტა ამბიციურად ჟღერს. ჩემმა მომავალმა კოლეგამ კაკომ გამოუშვა. გავსინჯოთ აბა რა შეგვიქმნეს. აგიმარჯვოთ მეგობრებო. მადლობა ყველას, ვინც არხს გამოიწერთ და კაკო წარმატებები ჩემო ძმაო. აი, ხო იცი? ძალიან მაგარია. ვინცა ჩემ პროდიუსერს გავასინჯე ერთ წამი. აი, ხო? საკაიფოა, ძალიან დამევას. ოჩავს მოუ მაგარია. საუბრ. იმედია მომიგზავნი მე ასე დავლებ ბევრს. ასე ხარის ერთი კვირა ვითმინე და აგერ ერთ კლუბში უცებ შევივსე შაქრებით. ხო, კიდე კაკო შენ კითხვი რომ უშაქრო რაღაც მიზეზების გამო ვერ გამოუშვითო, მაგრამ იმედია მალე გამოუშვებ უშაქროს და უფრო მოხარული ვიქნები. ეხლა კი მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც მიყურებდით და პატარა სამოტივაციო სპიჩი ჩემგან. 7 დღე შაქრისა და გაზიანი სასმლის გარეშე ზოგისთვის მარტი ვაჭრობს, ზოგისთვის რთულად. ჩემთვის კი ეს იყო რეალური გამოწვევა საკუთარი სურვილებისა და ჩვევების წინააღმდეგ. ყველაზე რთული აღმოჩნდა არა ფიზიკური სურვილის დაძლევა, არამედ ყოველდღიურ ჩვევებზე უარისხმა. მაგრამ სწორედ ასეთ, თითქოს მარტივ ჩელენჯებში ხვდები ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ შენ მართავ საკუთარ თავს და ამყარებ კონტროლს საკუთარ ქმედებებზე. ეს არ ყოფილა მხოლოდ შაქარზე ან გაზიან სასმელზე უარი. ეს იყო გამოცდა ჩემს ნებისყოფაზე და საბოლოოდ უბრალოდ დავამტკიცე, რომ ეს შემიძლია. და როგორ ვაქციოთ მარტივი პროცესი დიდ მოტივაციად? თუ ერთხელ შეძელი, ესე იგი სულ შეძლებ. როცა საკუთარ თავზე კონტროლს იღებ, ეს უკვე დისციპლინაა და სწორედ ესაა ნებისმიერ სფეროში პროგრესის უნივერსალური ფორმა.